პროტესტის მეხუთე დღეს კალიფორნიაში დამატებითი ძალები ჩადიან, კიდევ 2000 გვარდიელი და 700 საზღვაო ქვეითი. ყველაფერი არაავტორიზებული მიგრანტების წინააღმდეგ დაწყებულ რეიდებს და ამ რეიდების წინააღმდეგ დაწყებულ პროტესტს უკავშირდება. დონალდ ტრამპმა ჯარებს შტატების გუბერნატორის ნების საწინააღმდეგოდ მიმართა, რის გამოც პრეზიდენტის გადაწყვეტილება შესაძლოა სასამართლოშიც კი მოხდეს. კალიფორნიაში თეთრი სახლის საიმიგრაციო პოლიტიკის წინააღმდეგ მასობრივი პროტესტი გრძელდება. ამერიკის შტატში არეულობა პარასკევს დაიწყო, როდესაც ფედერალურმა მთავრობამ ლოს-ანჯელესის ქუჩებში 40 უსაფუთო მიგრანტი დააკავა. უკვე დღეს მათი რიცხვი 100-ს სცდება. უფრო მეტია იმ დაკავებულთა რიცხვი, რომლებიც დონალდ ტრამპის ხისტი საიმიგრაციო პოლიტიკის წინააღმდეგ პროტესტზე გამოდიან. პროცესი ძალადობაში გადაიზარდა. სამართალდამცველებთან დაპირისპირება, ცეცხლმოკიდებული მანქანები და ქაოსი შტატში ბოლო რამდენიმე დღეა გრძელდება. პოლიციამ პროტესტის მონაწილეების წინააღმდეგ რეზინის ტყვიებით ცრემლსადენი აირი და სხვა არალეტალური იარაღი გამოიყენა. ღმერთს მადლობა, ლოს-ანჯელესში შესანიშნავი ეროვნული გვარდია გაუგზავნით. ეს დროულად გავაკეთეთ და ისინი ნამდვილად გვეხმარებიან იმ პრობლემების აღმოფხვაში, რომელიც ადგილზეა. მათ ეშინოდათ მოქმედების, ამიტომაც გავუგზავნეთ იქ დამატებითი ძალები, რომლებმაც ფანტასტიკური სამუშაო გასწიეს. ჩვენ იქ არაკომპეტენტური მთავრობა ყავს. ნახეთ ის, რას აკეთებს კალიფორნიაში. ის ანადგურებს ჩვენს ერთ-ერთ უდიადეს შტატს. იგივეს აკეთებს შტატისთვის, რაც ბაიდენმა გააკეთა ქვეყნისთვის. კალიფორნიაში უნდა იყოს წესრიგი და კანონის უზენაესობა. ახლა კი იქ კატასტროფა ხდება. მანქანები იწვის, ხალხი აბრუნდდა. ჩვენ ისინი უკეთ შევაჩერეთ. ჩვენს გადაწყვეტილებას ყველა ემხრობა. მომხრეებს შორის ნამდვილად არ არის კალიფორნიის გუბერნატორი გავინ ნიუსომი და ლოს-ანჯელესის მერი კარენ ბასი. დემოკრატი პოლიტიკოსები თვლიან, რომ დონალდ ტრამპი ხელოვნურად ქმნის კრიზისს და მას პოლიტიკური მოტივები აქვს. ადგილობრივი მთავრობა კალიფორნიაში დამატებითი ძალების გადატყორცნის აუცილებლობას ვერ ხედავს. მით უმეტეს, რომ მათი მობილიზების პრეროგატივა მხოლოდ გუბერნატორს ეკუთვნის მეტწილად ბუნებრივი კატასტროფების ან საგანგებო მდგომარეობის დროს. ტრამპმა კი ამ პუნქტს გვერდი აუარა. ახლა გავინ ნიუსომი იურისტებთან ერთად მუშაობს, რათა პრეზიდენტი ტრამპის გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჭიროს. თავად ტრამპმა ნიუსომის დაკავებაც კი არ გამორიცხა ცენტრალური ხელისუფლებისთვის ხელის შეშლის გამო. They're potentially damaging the very foundation of our, republic, the democracy. თვალს ვადევნებთ ავტორიტარულ ტენდენციებს ადმინისტრაციაში. დემოკრატია ბალანსშია, პრეზიდენტი კი ატყუებს ადამიანებს. სინამდვილეში ამ ყველაფრის სპონსორია. მას ტელეფონითაც ვესაუბრე და მას არაფერი უხსენებია ეროვნულ გვარდიაზე. ეს არ ეხება მხოლოდ ემიგრაციას, ეს ეხება პრეზიდენტის ეგოს. ის დემოკრატიის მთავარ პრინციპებს შეეხო, არაცივილიზებული და მიუღებელი გზებით აკავებენ ხალხს, რომლებიც ჩვენ საზოგადოებას წარმოადგენენ. მან იცის სად მიპოვოს. ვეტყოდი, რომ ხელი გაუშვას 4 წლის გოგონებს, რომლებსაც სურთ აქ განათლება მიიღონ. დაანებოს თავი იმ საწყალ ხალხს, რომლებსაც უბრალოდ უნდა რომ იცხოვრონ, რომლებიც 10 წელი აქ ცხოვრობენ, იხდიან გადასახადებს. ახლა კი შიშსა და ჯოჯოხეთს გადიან. კი ბატონო, მოდი და მე დამაკავე, მე ეს არ მანაყლებს. მე ვდარდობ ამ ხალხზე, რომელიც ჩვენი საზოგადოების წევრები არიან. გაიზარდონ საერთოდ რას აკეთებენ. ეს ხელოვნური კრიზისია. ვეტყოდი, რომ გაიწვიოს მისი ბრძანება და დაამშვიდოს სიტუაცია. So Tom, arrest me. Let's go. გავინ ნიუსომი ასე გაბრაზებული ცოტას თუ უნახავს. დემოკრატი პოლიტიკოსი დარწმუნებულია, რომ კრიზისი ხელოვნურია. მისი მოსაზრებით, პროტესტს ლეგიტიმური საფუძველი აქვს, რადგან ამერიკის შეერთებული შტატების ამჟამინდელი ადმინისტრაციის საიმიგრაციო პოლიტიკა და თავად პრეზიდენტის გადაწყვეტილებები ძირს უთხრის ამერიკულ დემოკრატიას. ამაში ის მარტო არ არის. მამაჩემი ერთ-ერთია იმ მუშათა შორის, რომლებიც 6 ივნისს საიმიგრაციო სამსახურის წარმომადგენლებმა გაიტაცეს. რაც მოხდა, არ იყო სწორი და სამართლებრივი. ამ ქვეყანაში ყველას გვაქვს უფლებები. მამა არის ჩვენი ოჯახის მთავარი საყრდენი, განსაკუთრებით კი ჩემი უმცროსი ძმის. ამასთან ის ჩვენი საზოგადოების წევრია. მე ვესწრებოდი რეიდს და დავინახე ოჯახების ტანჯვა და ცრემლები. რეიდები ლოს-ანჯელესში მუშათა კლასის წარმომადგენელ მიგრანტებზე თავდასხმაა. იმ ადამიანებზე, რომლებიც უბრალოდ მუშაობენ და პატიოსნად ცდილობენ მაგიდაზე საჭმელი მიიტანონ. ეს ის ადგილია, სადაც ემიგრანტები მუდმივად მუშაობდნენ. მათ კი კრიმინალებივით ექცევიან. არ გვეშინია. ლოს-ანჯელესის ქუჩებში, განსაკუთრებით კი ლათინო ამერიკელებით დასახლებულ უბნებში, საიმიგრაციო აგენტების გამოჩენა საზოგადოებაში მწვავე რეაქცია მოჰყვა. თუმცა ტრამპს აქამდეც ბევრჯერ უთქვამს, რომ ქვეყანაში არალეგალი მიგრანტების შემცირებას გეგმავდა. ამ გადაწყვეტილებას მისი მომხრეების ნაწილიც იზიარებს. საზოგადოების სხვა ნაწილი კი აპროტესტებს.
მიგრანტებზე რეიდს კალიფორნიის გარდა ამერიკის სხვა შტატებშიც აპროტესტებენ.